გამარჯობათ. მოვედი ისევ ყავის ჭიქით. განზრახვით დავლიერო ყოფილიყო საჯარო. ამოსულიყო ინფორმაცია მისთვის, ვინც ნახავდა ამ ვიდეოს და მოусმენდა. აქ ძალიან კაფიოდ ჩანს ორი თავი, რომელსაც ერთმანეთზე ორი სახე უფრო სწორად თავი ხო სახე, რომლებიც ეს ერთმანეთზე აქვთ მიდებული ეს აი ამ ადგილას არის, ალბათ დაინახავთ. მინდა თან დაგანახოთ ყველაფერი, რასაც ვამბობ. აი ეს ერთი სახე პორტრეტი, ეს მეორე პორტრეტი და აი როგორ აქვთ ესეთი ლოყები თავი მიდებული ერთმანეთზე. იმედი დაინახეთ მომწერეთ. ეს ძალიან ძველი კავშირია, რაც ამოვიდა თქვენს ჭიქაში. ეხლა იტყვით, რომ რატო ამბობთო, შეიძლება თქვათ უფრო სწორად, რომ კარმულიო და რა ვქნა, ვინც ჩემს ვიდეოს უსმენს, მათთვის ეს გაშლები, ამჯერად ეს ყავის ჭიქები კარმულ ინფორმაციაზე მელაპარაკება. ერთმანეთის ენერგიას გზნობთ თქვენ და ის. და ეს რაღაცა პროცესი, რომელიც დაიწყო დიდი ხნით ადრე, ჯერ არ დასრულებულა. სხვათა შორის, აი აქ რომელი სახეც არის გამოსახული, იგივე სახე არის, აი აქ. აი ნახეთ, როგორი სახეა გამოსახული. რომელსაც თავზე გვირგვინია დგას. მაგრამ ეს გვირგვინი, ნახე გვირგვინი კი ადგას, მაგრამ რაღაცას მისტირის წარსულისკენ იყურება და მისტირის. აი ეს ორი სახე, რომელიც თქვი, ნახეთ, ერთ დიდ სახეშია კიდე ერთ-ერთი სახე მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცის სახეში ეს მამაკაცი ძალიან ხშირად გიხსენებთ და იხსენებს იმ დროს, როდესაც ერთად იყავით ჩახუტებულები. ამ სითბოს იხსენებს თქვენ. მე არ გულისხმობ აუცილებლად რაღაც სექსუალურ ურთიერთობას და ლტოლოს, თუმცა რატომაც არა, მაგრამ ზოგადად თქვენთან ყოფნის ყველა მომენტი ახსენდება. ზევით არის აი რაღაცნაირი კიდე ასე ვთქვათ სახე, მაგრამ ეს არ არის მკაფიოდ ადამიანის სახე. შეიძლება იყოს რაღაცა თითქოს დემონურიც, თან ადამიანს, თან ცხოველსაც აგავს, აი ლომის სახესაც აგავს. და ეს არის რაღაცა ძლიერი არქეტიპი. ანუ ნახეთ, ძალიან ძლიერი ძალა, რომელიც თქვენ თავს ახსენებს წარსულიდან ამ ადამიანს. ახლა კიდე მინდა გითხრათ, აი სახეში სახეზის, აი ახლა ეს პორტრეტი დაგანახოთ და სამი თვალია, ნახე, თუმე ჯოხი ეფარება. აი ეს პორტრეტი მინდა დაგანახოთ, აი ახლა აი ეს პორტრეტი თუ აღიქვავთ და სამი თვალი არის, თითქოს აი რაღაცა ნიღაბი უკეთია X-ის ფორმის. და აი ეს არის ის, რომ გაძლიერებულად სამი თვალით გიყურებთ და აი 5 აწერია, რაღაცა ახალი ნაბიჯები იქნება. მოკლედ ადამიანი, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ, რაღაცა ნაბიჯს გადმოდგავს. სულ არის მოგონებები, თქვენზე ინფორმაციის შეეგროვება, თქვენზე ინტერესი, თქვენთან დაკავშირებული ამბების გაგება და ასე შემდეგ. ასევე ჩანს თოვლის კაცი ჩანს. ხო, აი ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მამაკაცს ესეთი
ბუბუქარი ემოციები აქვს შენდამი, დროებით ეს კავშირი არის გაყინული. მაგრამ არ არის მკვდარი. არის ფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ასევე ყვავილი, ესეთი ეს მონაკვეთი ყვავილად აღიქვა, ესეთი ყვავილი და ეს არის რაღაცნაირი იმის მაჩვენებელი, რომ ეს სიყვარული არის ძალიან სუფთა, ძალიან წრფელი და გულწრფელი. 4 ფურცელი აქვს და თან სტაბილური. სტაბილურად უყვარხართ, სტაბილურად ძლიერი ემოცია დატოვეთ თქვენ მასში. აი ეს რაზეც ვამბობ, რომ ეს თითქოს თვალებზე აქვს წაკრული და იქსივით არის, მალავს. მალავს თავის ემოციებს, არათუ მალავს, თან ბლოკავს, თან ახშობს, ებრძვის. სიყვარულს, თქვენდამი სიყვარულს თავის თავში ებრძვის და ებრძვის. ლოყაზე, აი აქ მინდა დაგანახოთ. აი ამ ადგილას. ლათინური ტეასო აქვს გამოსახული და შეიძლება ამან რაღაცა გითხრათ, მიგანიშნოთ. ამ ყველაფერმა. აი აქ კიდე ჩანს თეთრიც ფრთოსანი ცხოველი და ეს არის უკვე აი ბრძოლის შემდეგ ამ დავმალე დავშკმალე მიყვარს არ მიყვარს თავის თავთან ბრძოლა და ასე შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ჩამოუყალიბდა აზრი აღიარა თავის თავთან რომ კი ნამდვილად მიყვარს და უკვე მისი ენერგია სწორ გზაზე დგას. აი აქ არის ძალიან საინტერესო სიუჟეტი. ეს არის კაცი ყავს წაქცეული ცხენზე მჯდომ აი ჩონჩხივით არის, ანუ რაღაც დემონური ძალა და ეს იმას მიანიშნებს, რომ რაღაცა ძლიერმა, ეს არის საჯარო ყავაში ჩახრითვა, ასე ვთქვათ. და ძალიან ძლიერმა ნეგატიურმა ზემოქმედებამ წააქცია ეს ადამიანი. ამ ადამიანს უყვარხართ თქვენ, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ძლიერმა ემოციურმა ძალამ წააქცია ეს ადამიანი. კარტი ჩვეულებრივ ბანკოს კარტის ჯვრის სიმბოლო ჩანს, ანუ სათამაშო კარტში რო ჯვარია გადმოცემული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რასაც ვამბობ, გარდაუვალია, ბედია და ეს ესე მოხდება, ქვევით ჯვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის სულიერი გზა, უნდა ილოცოთ და შესთხოვოთ უფალს ის ამ სიყვარულთან დაკავშირებით, რაც გსურთ. ლოცვით გაწმინდოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი დემონურ ძლიერ ძალას ყავს ეს კაცი წაქცეული. ასევე 3 წერია იქ და შეიძლება იყოს გარდა იმისა, რომ სამიანი ესე ძალიან დიდი ღვთის მფარველობა არის. ეს არის შეიძლება დროცაჩვენო 3 თვე, 3 კვირა, 3 დღე, 3 რიცხვი. რაღაცა მოძრაობები იწყება. ასევე შეიძლება მეორენაირად აღვიქვათ ეს, რომ აი აქ თქვი კაცი, მაგრამ მოდი კაცი შევცვალოთ ადამიანით და შეიძლება ეს ადამიანი თქვენც იყოთ და ეს დემონი აღქმული იყოს როგორც შიშები, ბრძოლები, ეჭვები და არ წაგაქციოთ ამ ყველაფერმა და ლოცვით და ღმერთის რწმენით გააგრძელეთ ცხოვრება. მოდი ვნახოთ ახლა ასე ვთქვათ შემდეგში რა ჩანს. აი ძალიან ასე ვთქვათ ძაღლის თემა მოდის. ძაღლი ეს არის ძალიან დიდი მეგობარი, დამცველი ენერგია, ასე ვთქვათ, მფარველობის ენერგია და მე არ მინდა ესე გავაცალკევო და ვთქვა, რომ აი ეს ადამიანი არის ღმერთისგან მფარველობა, ის კეთილი ადამიანი ცხადია ღმერთისგან გამოგზავნილი მფარველია შენთვის, ხო? ასე ვთქვათ და ამას ვხედავ, არის რაღაცა. როგორია ეს დამცველი, ვინ არის? ეს ადამიანი არის თუ ანგელოზია თქვენი მფარველი თუ ვინ არის? ეს თქვენი იცით. აი აქ არის ეს ცუკა. ეს თქვენი იცით, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ,
კიდევ ერთხელ ვიტყვი საჯარო და ვისთან როგორ დგას ეს დამცველობა, მაგრამ დგას. აი აქ მე მინდა ეს დაგანახოთ კიდე საოცარი ფიგურები. აი ერთი ადამიანი, ორი ადამიანი და როგორ მიერბიან ერთმანეთისკენ, ხელებგაშლილები, რომ ჩაეხუტნონ ერთმანეთს. ეს ჩანს, რომ მოხდება რაღაც დიდი შერიგება, დიდი შეხვედრა გარდაულად. ეს იქნება ძალიან ემოციური და ეს შერიგება მოხდება ძალიან ღრმა სულიერ დონეზე. ამითი არ შევშალთ ამ შერიგებას ხელი, არ კრათ ხელი, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი არ ვართ ყოველთვის და ყველაფერთან და ყველასთან მართალი და უშეცდომო, ეს გავეხსენოთ და ამით ხელს შეუწყობთ, რომ ეს კარმული გაკვეთილი დამუშაოთ. ბევრი ხუთიანები წერია და ეს არის მოძრაობა, რაღაცა ღრმა ურთიერთობის, ღრმა სიტუაციის ჩამოყალიბებისკენ მოძრაობა. ხო, ქალის სახე, რომელსაც ტუჩზე ASO აწერია. გასავად. და ეს არის, რომ თქვენგანაც არის ბოლომდე გამოუთქმელი სიყვარული, ბოლომდე აუხსნელი სიყვარული. თქვენც რაღაცა ბლოკი გაქვთ, თქვენც რაღაცა თავის შეკავება გაქვთ, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერთან ერთად. აი აქ ორი თეთრი ცხენია, აი ერთი თეთრი ცხენი და მეორე თეთრი ცხენი. ეს არის ორი გზა, ერთი გზა არის შენი, მეორე მისი, რომელიც ერთი მიმართულებით წავა სუფთა ენერგიით, გულწრფელი ენერგიით ერთმანეთისკენ. ნახოთ რა ხდება ფსკერზე. ფსკერზე რა ხდება, ვნახოთ. ფსკერზე, რასაც ვხედავ, ეს არის დიდი ანგელოზი, ფრთებგაშლილი, ოღონდ ზის ეს ანგელოზი. მყარად და კიდევ ერთხელ ეს ადასტურებს, რომ სწორი გზით მიდიხართ ორივე და ამიტომ თქვენი მფარველი ანგელოზი გიფარავთ, გიცავთ და ხუთიანი წერია. ხუთიანი კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა იმისა, რომ ეს არის სტაბილური სისტემურობა, ანუ რაღაცის გამტკიცება, დადასტურება, აღიარება, ასევე არის მოძრაობა ამ ყველაფრისადმი და ძალიან უცნაური პირველად დავინახე მსგავსი ფიგურა ჭიქაში, ჰალსტუხი და ეს არის პასუხისმგებლობა, რაღაცა ისეთი ქცევა მამაკაცისგან, რომელიც განსაკუთრებით ამ საუკუნეში და ამ სამყაროში ძალიან გაგაოცებთ. ეს რაღაცა გაბედული, რაინდული პასუხისმგებლობით ახსავსე ნაბიჯი თქვენსკენ. აი ესეთი იყო ეს ჭიქა. დავიწერეთ კომენტარები, ველოდები. ვისაც სურთ ჩემთან კონსულტაციის გავლა ყავაზე, ტაროზე, ბედის მატრიცაზე, რეგრესული ჰიპნოზი, რეიკის სეანსები, თვალის მოხსნა, ჯადოს მოხსნა, წმენდის რიტუალები, შეგიძლიათ შემეხმიანოთ, მომწეროთ ნომერზე 591 233 507 ვიბერზე ან WhatsApp-ზე. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ არხი, ეს ჩემი დიდი თხოვნა იქნება და ამისთვის მადლობა წინასწარ. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეოდან.